ერთიანება არის, ანუ ერთჯერადი აქტი არ არის ჯერ ერთი, იმიტომ რომ ამ აქტმა რასაც ჩვენ გაერთიანებას ვეძახით, ძალიან დიდი გზა გაიარა, რომ აქამდე მოსულიყო და ეს პოლიტიკური კონსოლიდაციის პროცესი, ძალიან ხანგრძლივი პროცესი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ დასრულდა 1008 წელს, როცა ბაგრატ მესამემ გააერთიანა სამეფო ტიტულები და ლეგიტიმაცია ერთ ხელისუფლებაში და რაღაცა შექმნა ერთიანი მონარქიის სტრუქტურა, აი ამ მომენტიდან ჩვენ შეიძლება მოვიაზროთ ერთიანი საქართველო, მაგრამ რას ვამბობდი? სამეცნიერო სივრცეში ამაზე დღემდე მიდის დავა, რომ ერთიანი საქართველო იყო ჯერ კიდევ ფარნავაზის დროიდან და ამ ასე ვთქვათ რაობამ, რომელიც ქუჯისთან გაერთიანებას გულისხმობდა, ქართლის სამეფოს დასავლეთ ეგრისთან გაერთიანებას გულისხმობდა, მერე ვახტანგმა რომ გააერთიანა ეს სამეფო და რაღაც აი ამ ყველაფერმა საფუძველი შექმნა თითქოს რომ საქართველო ერთიანი იყო. მაგრამ აქ არის ორი დეტალი. ერთიანი საქართველოს პრინციპი არ არის დადასტურებული იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩვენ შეიძლება ბაგრატ მესამესთან გქონდეს. რა არის ეს? ლეგიტიმაციის საკითხია. გარდა ამისა, წყაროები, რომელიც ალბათ უნდა გამოვკვეთოთ აქ აუცილებლად და მთავარი კითხვა, რაც აუცილებლად უნდა დავსვათ, ეს არის ის თუ რა გახდა გადამწყვეტი მნიშვნელობის დინასტიური მემკვიდრეობა, ეკლესია, გეოპოლიტიკური გარემო თუ ზოგადად რეგიონალური შეთანხმება, ელიტარული შეთანხმება ელიტების, რომლებმაც გადაწყვეტეს, რომ ერთიანი საქართველო ჩამოყალიბებულიყო. აქ პირველად უნდა გამოიკვეთოს აუცილებლად, რომ საქართველო არის დაქსაქსული, დაშლილი. თქვენ ისწავლეთ უკვე არაბები და არაბების და არაბთა ბატონობა და ეს პოლიტიკური ცენტრის გახლეჩა, რომელიც მე-8 საუკუნიდან ფაქტობრივად დაიწყო და მუჰამედის დაბადებიდან 570 წლიდან არაბთა სახალიფოს ჩამოყალიბება, რომელიც საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი იყო, მერე აბასიანებისა და ომაიანების ჯერ ომაიანებისა და შემდეგ აბასიანების დინასტიური მმართველობები, რომლებმაც ასევე შექმნა გარკვეული საბატონო სივრცე, მათ შორის ქართლი მთლიანად და თბილისი იყო, თითქმის წლობით საუკუნეების განმავლობაში თბილისი იყო საამირო. საამირო არის ცენტრი, საყრდენი, ამირა არის არაბი ხალიფას წარმომადგენელი, პროვინციული წარმომადგენელი და თქვენ ხედავთ თბილისს, აი ეს მთელი ტერიტორია, რომელიც რუკაზეა მოცემული, წარმოადგენდა საამიროს. და თბილისის ამირა, სანამ დავით აღმაშენებელი არ გახდა ერთიანი საქართველოს მეფე, თბილისი ვერ შემოვიერთეთ. და ზოგადად თბილისის ისტორიას ცალკე ერთი გაკვეთილი ჩვენ შეგვიძლია დავუთმოთ, პატარა ვიდეოც არსებობს, რომელიც მის განვითარებაზე ინფორმაციას გვაწვდის და აი ეს ერთიანი სტრუქტურის შექმნა მხოლოდ მოხერხდა მე-11 საუკუნეში. გარდა ამისა, როგორც თავიდან აღნიშნე, საქართველო იყო დაშლილი სხვადასხვა რეგიონში მმართველობით ფენებად, ადგილობრივი დიდებულები მართავდნენ ამ შემთხვევაში ამ საერისთავოებს და სამთავროები ამ შემთხვევაში და დასავლეთ საქართველოს საკუთრივ დინამიკა ამ ყველაფერს შეიძლება ითქვას, რომ ცხადყოფდა, რომ საქართველოს ჰქონდა გარკვეულწილად პოტენციალი ერთიანობისა და გაერთიანებისა და აი ამ ფონზე სამხრეთ-დასავლეთში შეიქმნა ტაო-კლარჯეთი და ეს ტაო-კლარჯეთი ქართლი გადასახლებაში ერთ-ერთ მონოგრაფიაში, როგორც არის აღწერილი, არის პოლიტიკური სივრცე. აი ამ სივრცემ მოგვიანებით ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აღმოსავლეთ საქართველოს ხელახლა შეკრებაში და ტაო-კლარჯეთი გახდა პირველი ქართული საქართველოს, აი ქართიზაციასაც უწოდებენ ამ პროცესს, ჩამოყალიბების ერთ-ერთი წინაპირობა, რამაც გარკვეულწილად
განაპირობა მე ერთიანი საქართველოს შექმნა. გარდა ამისა, აქ უნდა გამოიკვეთოს ისიც, რომ არსებობდნენ რეგიონალური ბლოკები მე-19 საუკუნეებში ჩამოყალიბებული იყო ამ შემთხვევაში აფხაზთა სამეფო, აი ეს აფხაზთა ეგრის აფხაზეთის სამეფო ძლიერი სამეფო ცენტრით და გავლენა ფაქტობრივად ხედავთ, რომ მთელ დასავლეთ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა და დასავლეთში ამავდროულად მოიაზრება სადამდე ნაწილი, იცით, აი მცხეთამდე. საკმაოდ შორი ხაზია დასავლეთ საქართველოსი წარმოდგენილი, ასევე არის სამხრეთ-დასავლეთი, ანუ ქართველთა სამეფო წოდებული ტაო-კლარჯეთი, რომელიც იყო ბაგრატიონთა საყრდენი ფაქტობრივად და აქ ალბათ გრიგოლ ხანძთელიდან ნასწავლი გაქვთ უკვე ქართულში და იცით რამდენი მონასტერი და ასე ვთქვათ საცხოვრებელი სივრცე იყო, კულტურული საეკლესიო კერები, რომლებსაც ეს ქართლიდან გამოდენილი საზოგადოება ეყრდნობოდა. შემდგომ აქეთ არის უკვე აღმოსავლეთი, რომელშიც უნდა მოვიაზროთ თბილისი, რომელიც ამ შემთხვევაში არის საამირო, საკვანძო ეკონომიკური სტრატეგიული კერა, არაბთა საყრდენია ამ პერიოდშიც კიდევ და მერე არის უკვე კახეთ-ჰერეთი, დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული, ხშირად მას უწოდებენ ალტერნატიულ პოლისსაც, გაერთიანების წინააღმდეგ პარალელურად ამ შემთხვევაში ეს პოლისი არსებობს და შესაბამისად უნდა გამოიკვეთოს, რომ საქართველო არის ამ პრინციპზე მორგებული. აი ამ სინთეზურ აღწერაში, რაც უნდა გამოიკვეთოს, კარგად ჩანს, რომ გაერთიანება ერთ ცენტრში ვერ მოხდებოდა, აი ამ მოკლე სურათითაც თუნდაც, იმიტომ რომ სანამ აი ამ პოლისებს შორის არ შედგებოდა ძალთა ახალი ბალანსი, უბრალოდ შეუძლებელი იყო ამის გაერთიანება. გაერთიანება ხდება მაშინ, როცა ძრავა ამუშავდება და ეს ძრავა ამუშავებს თავის მხრივ პროცესს. ბაგრატიონები მაგალითად, რომლებმაც ამაში ძალიან დიდი როლი ითამაშეს, არ იყვნენ უბრალო რაღაცა სამხედრო ძალა, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ მოდი ახლა გავაერთიანოთ საქართველო. ანუ ეს არ იყო ეს. მათ შექმნეს პირველად შეიძლება ითქვას ლეგიტიმაციის ენა. მემკვიდრეობა შექმნეს პირველად და შეიძლება ითქვას, რომ ფეოდალური საქართველოს რეალური ხასიათი და ფეოდალიზმის გამოვლენა, რომ ჩემი ვასალის ვასალი, ჩემი ვასალი, ანუ მე მეფეს ემორჩილები და მეფე არის ჩემი გამგებელი და მე ზემდგომიდან ქვემდგომზე ვარ ჩამოყვანილი. ანუ ეს პრინციპი, ოღონდ ინგლისს საფრანგეთში სხვადასხვანაირად იყო, რომ ინგლისში ჩემი ვასალის ვასალი ამ შემთხვევაში ჩემი ვასალი არ არის, საფრანგეთში ჩემი ვასალის ვასალი, ეს პრინციპი ჰქონდა და შექმნეს ეს ლეგიტიმაციის ენა, მაგალითად დინასტიური ქორწინებები, რომელიც მანამდე არ არსებობდა, ეგრეთ წოდებული გეოპოლიტიკური პატრონაჟი, ანუ მფარველი, რომელიც ჩვენ გეოპოლიტიკურად გიცავდა და მის ინტერესს გარკვეულწილად ატარებდი და ბაგრატიონები შეიძლება ითქვას, რომ ამ ლოგიკით რომ გავყვეთ, პირველი NGO-ები იყვნენ, რომლებმაც გარკვეულწილად დაიწყეს ბიზანტიური პოლიტიკის გატარება, მათ შორის არა მარტო ქართულ ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბება, რასაც მერე საქართველოს კონტექსტი ეწოდა სახელმწიფოებრივად, არამედ მათ ბიზანტიის ინტერესები გარკვეული დროის განმავლობაშიც გაატარეს, გამოიყენეს, შეიძლება უხეშად ვთქვათ, და ბაგრატიონთა ხაზის როლი ერთიან მონარქიაში პირდაპირ არის გამოსაკვეთი, იმიტომ რომ ბაგრატიონები, რომელთა საგვარეულოც იყო ორი მიმართულებით და ფაქტობრივად სომხეთშიც და ქართლშიც ძალიან მაღალ პოზიციებს მიაღწიეს, არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, იმიტომ რომ ამ გვარმა ჩვენს ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა, ხო? მე-9 საუკუნიდან ფაქტობრივად მე-19 საუკუნემდე ბაგრატიონთა საზოგადოებამ განსაზღვრა საქართველოს პოლიტიკური, საქართველოს სახელმწიფოებრივი, კულტურული ისტორია და შესაბამისად ისინი იყვნენ ერთიანი ქართული სახელმწიფოს შემქმნელები, მისი განმამტკიცებლები და საუკუნეების განმავლობაში საკმაოდ ისეთი ლეგიტიმური მმართველები. რაც ალბათ უნდა გამოიკვეთოს არის ის, რომ ზოგადად წარმოშობასთან დაკავშირებით, აი მითი და
ისტორიული რეალობა არის აუცილებლად გამოსაკვეთი. აი მაგალითად დინასტიური ლეგენდა ერთ-ერთი რომ საშუალო ასე ვთქვათ საზოგადოებრივ შუა საუკუნეების პერიოდში ქართული ტრადიცია მაგალითად ბაგრატიონებს უკავშირებდა იმას რა ქვია ბიბლიურ დავითსაც კიდო რომ ისინი იყვნენ წარმოშობით იმ ხაზიდან და ფაქტობრივად აძლიერებდნენ აი ამ მეფის ღვთაებრივ ლეგიტიმაციას რაღაცნაირად. ასევე თუ შენ ბიბლიური დავითის მემკვიდრე ხარ, პრესტიჟ და დინასტიის პრესტის ამაღლებერთი და ქრისტიანულ სამყაროში უფრო მიღებული და ისეთი გვარი ხდები, როგორც შეიძლება მანამდე არ იყავი. მაგრამ ისტორიული რეალობა აი ამ ყველაფრისა არის ძალიან საინტერესო. ისტორიოგრაფიის ხედვით და მიხედვით ბაგრატიონები წარმოიშვნენ სამხრეთ დასავლეთ საქართველოში კლარჯეთში, ტაო-კლარჯეთში მათ ჩამოაყალიბეს ძლიერი ეკლესიური, კულტურული ცენტრები, საერისთავოები და ნელ-ნელა გადაიქცნენ საერთო ქართული პოლიტიკური და პროექტული რაღაცა ერთიანი პროექტის იდეის ავტორნი, რომლებმაც მე საქართველოს გაერთიანებამდე მიიყვანა. ანუ მათ შექმნეს და დაიწყეს ისეთი სახელმწიფოს მოდელის შექმნა, რომელიც ეკლესიას მხარს უჭერდა და მეფეს აქცევდა ეკლესია თავის მხრივ როგორც ლეგიტიმურ ქრისტიანული წესრიგის დამცველ პიროვნებად. მიიღეს მათ დინასტიური მემკვიდრეობა და ეს დინასტიური მემკვიდრეობა თავისი ხაზით ასევე ხელისუფლების კანონიერ გადაცემას უწყობდა ხელს. ტიტულები, იდეოლოგია მეფეთა, მეფე ყოველთა საქართველოთა მეფე და მეფე აფხაზთა, რანთა, ქართველთა, კახთა. აი ეს ლეგიტიმურობის იდეა, ტიტულები, ყველაფერი ამ შემთხვევაში ამ პერიოდში შეიქმნა და ამის გარდა ადმინისტრაციული ქსელი, ერისთავები, საერისთავოები, სამეფო კანცელარია, სწორედ აი ეს ყველაფერი ბაგრატიონებმა ჩამოაყალიბეს იდეა რომ საქართველოს უნდა ყოფილიყო ერთიანი სამეფო და არა ცალკეული სამეფო სამთავროების ერთობლიობა, აი ეს გაჩნდა სწორედ მერვედან დაიწყო, მერე მეცხრე, მეათე საუკუნეებში უკვე პრაქტიკულად ეს იდეა ხორციელდება. ბაგრატიონთა როლში გამორჩეული ფიგურა, ასე ვთქვათ, არის კურაპალატი, დავით კურაპალატი, მაგრამ აუცილებლად უნდა გამოვკვეთოთ ჩვენ აშოტ პირველი კურაპალატი და აი ამ ნაწილში გავამახვილოთ, ამ ნაწილზე გავამახვილოთ ყურადღება. ვინ იყო ზოგადად აშოტ პირველი კურაპალატი და მან რა როლი ითამაშა იმ ფონზე რომ მას ჩამოეყალიბებინა ტაო-კლარჯეთის სამეფო. იგი ბაგრატიონთა დინასტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი ფიგურა, კლარჯეთის გამამტკიცებელი და ისტორიული პირი ფაქტობრივად, ვინც დაიწყო სახელმწიფოს აღზევება. და რატომ ვუწოდებ და ერქვა მას კურაპალატი, ეს არის ბერძნული, ბიზანტიური, ასე ვთქვათ, ტიტულატურა, ეს არის ბიზანტიური იმპერიის უმაღლესი ტიტულატურა, საპატიო ტიტულია ფაქტობრივად, რაც მინიჭებული ჰქონდა კურაპალატი. იმპერატორი ანიჭებდა კურაპალატის ტიტულს უახლოეს გარემოცვას. აი ისეთი უახლოეს უნდა ყოფილიყავი შენ რომ კურაპალატის ტიტული მიგეღო ბიზანტიის კართან, რომ რა ვიცი, თითქმის ნათესაური კავშირი უნდა გქონოდა და განიჭებდა უცხო ქვეყნის მმართველს კიდე, რომელსაც ბიზანტია აღიქვამდა სტრატეგიულ მოკავშირედ. აქედან გამომდინარე, შენ თუ იყავი კურაპალატი, ცალსახად ატარებდი პოლიტიკურად მაშინდელი ბიზანტია პროევროპული კურსი იყო. ანუ კლარჯეთმა აიღო დღევანდელი გაგებით პროევროპული კურსი. ევროპული კურსი აიღო, მაშინ ბიზანტია ამ გაგებით შეიძლება მოვიაზროთ. საერთაშორისო ლეგიტიმაცია მიიღო, რატომ მიიღო? ბიზანტია არის მეორე რომი, ასე ვთქვათ, მემკვიდრე რომის იმპერიისა, დასავლეთ რომის იმპერიისა, რომლიდანაც წამოიღო მან ლეგიტიმაცია ზენონი სავრიელმა მოგეხსენებათ გაუგზავნა ოდოაკრს სამეფო ნიშნები, მეწამული მანტია გვირგვინი და ეს ყველაფერი კი აქეთ გამოაგზავნეს ბიზანტიაში და შესაბამისად დამოუკიდებელი ძალა, როცა გაღიარებს ასეთი იმპერიული სახელმწიფო
იმ ფონზე რომ შენ არაბთა ემირატები გაქვს თბილისში და არაბული სამყაროა შემოსული ქართლში არის ძალიან დიდი ასე ვთქვათ რადიკალური ნაბიჯი ეს ისეთი რაღაცაა რომ თბილისში ყავდეს უხეშად რომ ვთქვათ რა ქვია რუსული მართლობა და შენ უცბად გურიაში ან სადღაც ბათუმში ხელისუფლად დაისვა სუფთა ამერიკული ან ევროპული საზოგადოება თავისი მეფით და ძალაუფლებით. ანუ ამ პოლიტიკურ გადასვლას რეგიონალური არისტოკრატიიდან სახელმწიფოებრივ აქტორამდე ჰქონდა ძალიან დიდი ძალა და შესაბამისად ეს აშოტ კურაპალატმა გააკეთა. იმ დროს როცა ქართლი არის დასუსტებული არაბთა ბატონობის გამო თბილისის საამირო აკონტროლებს ფაქტობრივად ცენტრს და იქ გამავალ სავაჭრო გზებს და ქართული ელიტა იძულებულია რომ ძირითადად იცხოვროს პერიფერიულ ზონებში, ანუ აი ასეთ პირობებში ტაო კლარჯეთს აშოტ კურაპალატი აქცევს ჯერ ერთი უსაფრთხო პოლიტიკურ თავშესაფრად, პოლიტიკურ ბირთვად ბაგრატიონთა ახალ საყრდენად ჩამოაყალიბებს და შეიძლება ითქვას რომ მომავალი გაერთიანების ერთგვარი ლაბორატორია გახდება რომელიც მე ხელს შეუწყობს რომ აქედან საკმაოდ მყარი საყრდენი გქონდეს საქართველოს მომავალ ლეგიტიმურ მეფე ბაგრატ მესამეს და აშოტ კურაპალატი ეკლესიას იდენტობასთან აკავშირებს, იდენტობას ლეგიტიმაციასთან აკავშირებს და ესენი მონასტერი განათლებასთან არის დაკავშირებული, ანუ ფეოდალიზაციის პროცესი, რომელიც იერარქიულ წყობას მოიაზრებდა, აყალიბებს და 826 წელს არაბთა ძალებთან კონფლიქტის კონტექსტში აშოტ კურაპალატს მოკლავენ და მან საბოლოო ჯამში აი ამ მოულოდნელი მკვლელობის მიუხედავად მაინც შეძლო და მოახერხა რომ შეექმნა ისეთი პოლიტიკა არაბული მმართველობის პირობებშიც კი რომელიც საქართველოს გადაარჩენდა ბიზანტიური ლეგიტიმაცია ამისთვის გამოიყენა ტაო-კლარჯეთის სახელმწიფოებრივი ბირთვი შეიძლება ითქვას რომ ასე შექმნა და შესაბამისად ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია რაც უნდა გამოიკვეთოს აქ ხო და საინტერესო არის კიდევ როგორ მოკლეს აშოტ კურაპალატი და ძალიან ტრაგიკული დეტალია მასზე ცნობილი მის მკვლელობაზე 826 წელს როცა არაბთა სამხედრო პოლიტიკური დაპირისპირება მიმდინარეობდა და აი ამ კონტექსტში აშოტი ჩართული იყო მკვლელობა უნდა გამოიკვეთოს რომ არ იყო და არ ყოფილა მაინც და მაინც ანტიარაბული პოლიტიკის ასე ვთქვათ წინააღმდეგ ერთი შეხედვით თავიდან, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ესე გამოვიდა, რომ მისი მკვლელობა პირდაპირ უკავშირდებოდა 826 წელს აშოტის კურსს. აშოტი იმიტომ მოკლეს, რომ ან ყოველ შემთხვევაში აშოტი ამის შეფუთვას ცდილობდა. ორმაგ იმას ატარებდა პოლიტიკას და არაბებს ვითომ ატყობდა არა მე პრობიზანტიური კურსი არ ვარ მაგრამ საბოლოო ჯამში ტაო-კლარჯეთი ისე გაძლიერდა და პრობიზანტიური კურსი ისე გაძლიერდა და გავლენები ქართლში მისი ისე გაძლიერდა რომ ეს არაბებს ქართლში საფრთხეს უქმნიდა და წყაროებიდან კერძოდ უპირველესად ქართლის ცხოვრებიდან რაც ვიცით ძალიან მოკლედ აღწერს ფაქტს თუმცა დეტალებში არ შედის მაგრამ გადმოცემით ვიცით რომ აშოტი არაბთა რაზმის თავდასხმისას დაიღუპა იგი მტრის მიერ იქნა მოკლული ზოგიერთ ვერსიაში ჩასაფრებით ზოგიერთ ვერსიაში დადევნებით და ეს მკვლელობა უკავშირდება ქართლში არაბთა ძალების წინააღმდეგ მის აქტიურ მოქმედებას ამ შემთხვევაში და ეს იყო ძირითადი მიზეზი. ამიტომ, როდესაც ჩვენ ამ ფიგურაზე ვსაუბრობთ და აშოტს ლიტერატურაში საკმაოდ დიდი როლი აქვს ზოგადად მინიჭებული, აშოტის ფიგურა აუცილებლად უნდა განიხილოთ თქვენ ერთ-ერთ ყველაზე მთავარ ბირთვად. იგი მოკლეს არტანუჯის ციხის არეალში ან მის ახლოს, რა ვიცი, სადღაც ესე ზუსტად დეტალები, აი ზუსტი ადგილი
ციხის შიგნით მოკლეს თუ ციხის გარეთ თუ არ არის ამაზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აშოტ კურაპალატი არტანუჯის მიდამოებში დაასრულებს სიცოცხლეს. შემდგომ უკვე მისი მემკვიდრე ადარნესე მეორეა, რომელიც ამ შემთხვევაში აგრძელებს მემკვიდრეობას და მან 891 წლიდან 923 წლამდე პერიოდში მეფობას დაიწყებს ტაოკლარჯეთის მმართველობას. ბაგრატიონთა დინასტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო და ტაოკლარჯეთის მმართველი და ერთ-ერთი ის ფიგურა, რომელმაც სახელმწიფოებრივი ხაზი გააგრძელა ის, რაც დაიწყო აშოტ კურაპალატმა. და შესაბამისად, ადარნასემ შექმნა ტაოკლარჯეთის უკვე სახელმწიფოებრივი სტრუქტურა უფრო მყარად, ვიდრე მანამდე აშოტს უნდა შეექმნა და შესაბამისად მკვლელობის შემდეგ მთლიანად ადარნესეს ამოცანა ხდება ბაგრატიონთა მიწების შენარჩუნება, ანუ აი ამ მიწების შენარჩუნება, შიდა არისტოკრატიის დამორჩილება, რომლებიც გამდგარი ფეოდალებად ითვლებოდნენ და პოლიტიკური უწყვეტობა, უზრუნველყოფა ამისი. ამიტომ რაღაცნაირად მან კონსერვატიული სახელმწიფოებრივი სტილი აირჩია, რომელშიც იგულისხმება ის, რომ მას არ უნდოდა რისკიანი კამპანიები, ანუ რისკზე ორიენტირებული ქცევები არ უნდოდა და შესაბამისად ციხე ქალაქების გამაგრება დაიწყო არტანუჯის არეალში, მაგალითად მთლიანად რაც კი ციხეები იყო გაამაგრა, კიდევ უფრო ააშენა. ეკლესიის ხარდაჭერით გაგრძელდა იმ მონასტრული ცხოვრების რაღაცა იდენტობის ჩამოყალიბება და შესაბამისად აშოტ პირველმა კურაპალატმა შექმნა ბირთვი, ადარნესე მეორემ ამ შემთხვევაში შეინარჩუნა და გაამყარა ეს ბირთვი სახელმწიფოებრივი, დავით მესამე კურაპალატმა უკვე ეს ყველაფერი აქცია რეგიონულ ძალად და ბაგრატ მესამე ერთიან საქართველოს პირველმა მეფემ გააერთიანა. ამ ლოგიკაში ადარნასე მეორე არის დამჭერი რგოლი. ანუ მის გარეშე ეს ჯაჭვი გაწყდებოდა. რომ არ გაეკეთებინა ეს იმ ფონზე, რომ არაბები ყოველ ახალ მარბიელ ლაშქრობებს აწყობენ და აყალიბებენ ამ შემთხვევაში. ხო, აი აქ თქვენს წიგნებში, რომელსაც მე აგიტვირთავთ, მე მგონი ჯერ არ მაქვს ატვირთული, გიწერიათ საქართველოს ისტორიის წიგნებში საკმაოდ ბევრი, ასე ვთქვათ, ქართული ტერმინი ფეოდალური სახელმწიფოსი. მეფე, რომელსაც ქართულად ჩვენ შეიძლება ვუწოდოთ პატრონი ან სუზერენი. მთავარი მამფალი, აი გვარა მამფალი, მაგალითად თქვენ ნასწავლი გაქვთ, დიდი ომიანობა ეგრისიდან ჯერ კიდევ, სენიორი პატრონია იგივე, აზნაური თავისუფალი ვასალია ამ შემთხვევაში, მსახურეული აზნაური ეს არის ბენეფიციარი, მემამული აზნაური ფეოდალია, მამულს როფლობს და მიწა რომ აქვს, დიდებული აზნაური არის გრაფი, მსახური მინისტერიალი, საკარგავი არის ბენეფიციუმი, ანუ საკარგავი არის მიწის ნაკვეთი, რომელსაც აძლევ გარკვეული წყალობის სანაცვლოდ, ანუ მე შენ გაძლევ მიწას და შენ ამ მიწაზე რაღაცას მიზანს ან ჯარი გამოყავს ჩემთვის და ამუშავებ ამ მიწას და სარგებელს იღებ. მამული მკვიდრი, მემამული მკვიდრი არის ფეოდი სენიორის მიწა, რომელზეც ამ შემთხვევაში ხალხი ცხოვრობდა. სპაში ჯარი იგულისხმება, ცხენთოროსანი, ეს არის სხეულის დასაფარავი რკინის ჯავშანი, ჩაბალახოსანი, ეს არის ჯაჭვის მუზარადიანი, ასე ვთქვათ, ჯარი, ძუძუმტე, რომელიც ხოთაშორის თქვენ ფარნავაზთან ისწავლეთ და იქედან მოყოლებული გიცით ეს ტერმინი, ეს არის ხელოვნური დანათესავების ფორმა ძუძუმტეობა და სეფეწულთა ჯგუფები, ეს არის სამეფო ოჯახის წევრები. ანუ ეს საზოგადოება ამ შემთხვევაში ვინც აქ იყვნენ, კონკრეტულად არიან ფეოდალური სტრუქტურის საყრდენი ნაწილი, პირველები, რომლებმაც შექმნეს და ჩამოაყალიბეს ფეოდალური საქართველო და საბოლოო ჯამში აი ამ დაშლი საქართველოს თუ გაითვალისწინებთ, მაგალითად აქ ტაოკლარჯეთია,
იქ აფხაზეთ ეგრისის სამეფო, აქ არის თბილისი და აქეთ არის ჰერეთი, აი ეს სამეფოები ნელ-ნელა სტრუქტურულად ერთიანდება და ყალიბდება. ეხლა საინტერესო არის ზოგადად რა ხდებოდა ჰერეთში და კახეთში, რა ხდებოდა და რა სიტუაცია იყო ზოგადად ამ პერიოდში. თუ დააკვირდებით აი ამ სქემას, ცალკე კუნძულში გულისხმობ არა მაინც ზღვიდან გამოყოფილ იმას. არამედ ეს არის იდეოლოგიურად განსხვავებული კუნძული, რომელმაც საერთოდ შეცვალა პრინციპი აღქმა საერთოდ აი ამ საზოგადოებასთან როგორ უნდა დაახლოებულიყო დასავლეთის საქართველოში ცხოვრების საზოგადოება, თუნდაც აფხაზთა სამეფო და აფხაზთა სამეფოზე ვისაუბრებთ. ხო, ცოტა რთული აღსაქმელი იყო. ფაქტობრივად სამხრეთ-დასავლეთში ძლიერდება ტაო-კლარჯეთი. დასავლეთში ყალიბდება აფხაზთა სამეფო. აღმოსავლეთ საქართველოში კახეთ-ჰერეთი ვითარდება როგორც დამოუკიდებელი სამეფო და ამიტომ ეს ყველა გაერთიანება, რომელიც ამ შემთხვევაში იქმნება, რაღაც მომენტში კვეთის წერტილი უნდა ეპოვათ, რომ ისინი ერთმანეთთან გაერთიანებულიყვნენ. ჰერეთი, რომელიც მდებარეობდა კახეთსა და ამ შემთხვევაში ალბანეთს შორის, ეს არის ქრისტიანულ-ისლამური სამყაროებს შორის, ირანულ-კავკასიური გავლენის ზონაში და ფაქტობრივად ეს ბუფერული სახელმწიფო შეიძლება იყოს და მისი პოლიტიკური განვითარება იწყება მე-9 საუკუნიდან, რომელიც გამოეყო ქართლის პოლიტიკურ სივრცეს, ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი, ასე ვთქვათ, სამეფო და ხშირად იყო რაღაცა შერეული რელიგიური ხედვებით. ხან იღებდა ისლამს და ინარჩუნებდა ძალაუფლებას, შემდგომ უბრუნდებოდა ქრისტიანობას, ეძებდა მხარდაჭერას სხვათა შორის ქართულ სამყაროში და ანუ ეს ჰერეთი არ იყო ბაგრატიონთა კონტროლის ქვეშ. ეს ჰერეთი ქმნიდა აღმოსავლეთის ალტერნატიულ ცენტრს, რომელიც გარკვეულწილად აფერხებდა საქართველოს სრულ გაერთიანებას, ანუ სანამ ეს სახელმწიფო როგორც საქართველოს ჩამოყალიბდებოდა, ჰერეთი იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული კულტურული პრობლემა, რომელიც უნდა მას შეერწყა რაღაცნაირად და ვერ erწყობოდა. აქვე არის კახეთი და კახეთის სპეციფიკა მე-9-11 საუკუნეებში არის ცოტა არ იყოს და განსხვავებული და აქ არ იყო არაბთა პირდაპირი ადმინისტრაცია, არ იყო მისი გავლენის ქვეშ, მაგრამ უნდა გამოიკვეთოს, რომ ამ სახელმწიფოს ყავდა თავისი ელიტა, რომელიც ინარჩუნებდა გარკვეულ დამოუკიდებელ მმართველობას, პრინციპებს, თავისი ტრადიციებით, რა თქმა უნდა, და შესაბამისად პატრიარქალური თემური წყობის სახელმწიფო, რომელსაც უფრო ჩრდილოეთში მთიან-თათა სისტემაში წანარები ვინც იყვნენ ამ შემთხვევაში ყავდა საერთოდ ხევისბერი, რომელიც ერთდროულად დღევანდელი გაგებით ქორეპისკოპოსი იყო და იგი ითავსებდა სასულიერო და საერო ხელისუფლების, ასე ვთქვათ, სტილს და დღევანდელი ქორეპისკოპოსი არის ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი. შესაბამისად ეს კაცი თავისი ხედვით წარმოადგენს ორ იდეას ისტორიული ნაწილით რო განმარტოთ, ანუ თან სასულიერო და თან საერო ხელისუფლების მმართველი. ანუ კახეთის სამეფო, ეს ადგილობრივი სამეფო ხელისუფლება, რომელიც მერე უკვე დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას აწარმოებს და საკუთარი ინტერესები გააჩნია სხვათა შორის თბილისის საამიროსთან და მერე უკვე ჰერეთთან, მერე ყალიბდება განსაკუთრებით მე-9 საუკუნიდან იწყება მე-10-მე-11 საუკუნეებში, სანამ როგორც გითხარით, დავით აღმაშენებელი ერწუხის ბრძოლაში არ დაამარცხებს მათ და საბოლოო ჯამში ამ ნაწილს არ შემოერთებს, იმიტომ რომ თბილისის აღება ასეთი მარტივი არ იყო. როგორც ასეთი და კახეთი სულ ეწინააღმდეგებოდა გაერთიანებას, სულ იბრძოდა ქართლისთვის და საერთოდ არ უნდოდა იმ დასავლეთთან მიერთება და ყოველთვის ცდილობდა რომ ლიდერ პოზიციაზე აღმოსავლეთი ყოფილიყო და არა მაინც ამ შემთხვევაში დასავლეთ. ანუ რეალურად კახეთი და ჰერეთი თან ერთიანები იყვნენ რაღაც მომენტში, თან ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ და მე-10 საუკუნეში ძალიან ხშირია
ის რომ კახეთ-ჰერეთი ერთიანდებიან მმართველობაში, იქმნება კახეთ-ჰერეთის სამეფო, რომელიც კონკრეტულ მმართველზე იყო ორიენტირებული და იმ ფონზე ინგრეოდა, როცა ბაგრატიონები გაძლიერდებოდნენ. აქედან გამომდინარე, კახეთს ჰქონდა და ჰერეთსაც საკუთარი ლეგიტიმაცია, ადგილობრივი დინასტიები ჰყავდა, განსხვავებული საგარეო ორიენტაცია ჰქონდა მთლიანად და ტაო-კლარჯეთში შეიძლება ითქვას, რომ ნაკლებად იყო დამოუკიდებელი. მაგრამ კახეთ-ჰერეთის საბოლოო ინტეგრაცია მე-11 საუკუნეში იწყება, როცა ტახტზე ავიდა ბაგრატ მესამე, განსაკუთრებით როგორც გითხარით, დავით მეოთხე აღმაშენებელი, რომელმაც სამხედრო ზეწოლისა და პოლიტიკური რეფორმების გზით საბოლოო ჯამში ეს ნაწილი შემოერთა. და გვრჩება ასევე აფხაზეთი, აფხაზთა სამეფო, რომელზეც აუცილებელია დეტალურად ვისაუბროთ და გამოვკვეთოთ სუფთა რაღაცა ისტორიული ჭრილი, ისტორიოგრაფიული ჭრილი, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კარგად გაიაზროს ზოგადად აფხაზეთს ჩვენს საქართველოს ისტორიაში რა როლი ჰქონდა. პირველი რაც ალბათ ეს არის, რა ქვია, სიყალბე, ერთ-ერთი მთავარი სიყალბე არის ის, რომ აფხაზეთს დღევანდელი აფხაზები თვლიდნენ და თვლიან ცალკე სახელმწიფოდ. ანუ ისინი ამბობდნენ, რომ ის საქართველოსთან არასდროს არ იყო კულტურულ ერთიანობაში, არ იყო რაღაცა ისეთი ახლო ურთიერთობა, ურთიერთობა ჰქონდა ბუნებრივი, მაგრამ ანუ კულტურულად, როგორც კახეთ-ჰერეთია, ხო, ჩვენ თითქოს მათთან არ ვიყავით ახლოს და შესაბამისად ეს არ იყო ის, რასაც დღეს ჩვენ ქართველები აღვიქვამთ, მაგრამ რეალობა სხვა არის ისიც, რატო? იმიტომ რომ აფხაზთა სამეფოს ისტორია ეყრდნობა იმ წყაროებზე, რა წყაროებზეც ჩვენ ვეყრდნობით, რა წყაროებსაც ჩვენ ვეყრდნობით. ანუ იქ რა წყაროებით ჩვენ გვაქვს აფხაზეთზე და რა წყაროებითაც ვიცით აფხაზეთზე, რამე ისე იციან აფხაზებმა თავის. ანუ თუ ეხლა რასაკვირველია, მე არ ვიცი სამწუხაროდ მათ თუ რაიმე ლეგიტიმაციისთვის დამატებითი წყარო არ შეთხზეს, ან მოიგონეს, ან რაღაც ეგეთი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში წყაროთა ტიპოლოგიით, რასაც ქართული მატიანე ან ბიზანტიური, სომხური, არაბული ცნობები გვაქვს და რას ხედავენ, ხო, აფხაზთა სამეფოზე საუბრისას და რა მოხდა მისი გაერთიანების პროცესში, ეს არის მნიშვნელოვანი. ტერმინოლოგიით აფხაზი, აფხაზეთი შუა საუკუნეებში ყოველთვის ეთნიკურ აზრს არ ატარებდა, ანუ ეთნიკური ეს აფხაზი ცალკე არ არსებობდა და საერთოდ რიგ კონტექსტებში შეიძლება ნიშნავდეს დასავლეთ საქართველოს მთლიან პოლიტიკურ სივრცეს. ანუ აფხაზი ადრინდელ შუა საუკუნეებში ყოველდღიურობაში არ არის ის აფხაზი, ვინც დღეს ჩვენ გონია. აი მეგრელი, ხო, მეგრელს რო ვამბობთ, მხოლოდ ხო გვახსენდება ეთნიკური წარმომავლობა, მეგრული წარმომავლობის ხარ, გურიას, მაგრამ აი აფხაზი ადრე მოიაზრება ტერმინოლოგიით ძირითად კონტექსტში დასავლეთ საქართველოს მთლიანი პოლიტიკური სივრცე. რამაც გამოიწვია თემა, თუნდაც თანამედროვე კონფლიქტების გამო, რომ ეს ისტორიის პოლიტიკურ იარაღად იქცა, ამიტომ გახდა ზოგადად და არის საჭირო, რომ ჩვენ ძალიან მკაცრი წყაროწოდნეობითი დისციპლინური სახე გამოვკვეთოთ ამისი და ზუსტად წყაროებს დავეყნოთ და პირველი წყარო, რაც გვიყვება აფხაზეთს, ეს არის ქართლის ცხოვრება. მთავარი კორპუსი ამ შემთხვევაში, რომელიც პირდაპირ დინასტიურ ეკლესიური პერსპექტივით შეგვიძლია ჩვენ განვიხილოთ და აი ქართლის ცხოვრებაში დაწერილი ტექსტების ერთობლიობით, აი ამ მოცემულობით და ამიტომ ფაქტის გვერდის ყოველთვის ამ ფაქტების გვერდით ყოველთვის დგას ლეგიტიმაციის ენა, რომ აფხაზეთს ამ შემთხვევაში ჩვენ ყოველთვის აღვიქვამდით
ჩვენეულ ნაწილად, ლეგიტიმურ ნაწილად და არა მაინც რაღაც ნაწილად, რომელიც ცალკე კონტექსტს სახელმწიფო პოლიტიკაში მოიაცრებდა. ასევე გარეწერილობითი წყაროები, პარალელები, რაც ჩვენ შეგვიძლია გამოვკვეთოთ, ეს არის ბიზანტიური და სომხური ცნობები, რომლებიც ხშირად დასავლეთ საქართველოს მმართველებს მოიხსენებს როგორც აფხაზთა მეფეებს. ანუ შენ თუ ხარ დასავლეთ საქართველოს მმართველი, ხარ აფხაზთა მეფე. და აქ გვჭირდება კითხვა, ეს ეთნიკური წარმომავლობის ხაზგასმა თუ პოლიტიკური ტერმინია. რასაკვირველია, აქ არის პოლიტიკური ხაზი, რომ დასავლეთ საქართველო არის აფხაზებით კი არა დაკომპლექტებული. აფხაზეთი არის დასავლეთ საქართველო. ანუ საქართველოს შემადგენელი ნაწილია. ეთნიკურობა იქ რომ ვინმე აფხაზი წარმოშობის ადამიანია და ამიტომ არის აფხაზეთი, ეგეთი რაღაც არ არსებობს. ძალიან გამოსადეგია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც ირანული წყაროა, რომელიც აფხაზს ზოგიერთ წყაროში დასავლეთ საქართველოს ფართო სივრცეს უწოდებს. აი გაშლილიველი ხო აქ ეს კოლხეთის დაბლობი განსაკუთრებით რომ მიდიხარ და სულ სწორი რო არის თითქმის და არაფერი ისე ჭაობიანი ნაწილი რომ არის, აი ეგ დასავლეთ საქართველოს ფართო სივრცე, დედაქალაქი, ანაკოფია და იქვეა ხაზგასმული ქუთაისი. ანაკოფია არის აი აქ. უბრალოდ აქ არის დატანილი და ქუთაისი, რომელიც ასევე საყრდენია. ასევე საკვანძო ფიგურად ხშირად მოიაზრება ხოლმე ამ შემთხვევაში ლეონი, მაგრამ ეხა მივყვეთ აფხაზთა მეფეთა დივანს და თქვენ ნახავთ ანუსიდების დინასტიას, რომელიც 510-დან არის აქ მოყოლებული და მერე გრძელდება ეს დინასტიური მმართველობა ლეონ პირველი და ლეონ პირველის შემდეგ არის ბოლო მმართველი ანოსიდი და ლეონ მეორე, რომელიც ლეონდების დინასტიას როგორც სამეფო ტიტულატურის კონსოლიდატორი მმართველი, რომელიც დამოუკიდებლობის გამყარების ერთ-ერთი მთავარი პერსონა იყო, პიროვნება, რომელმაც შექმნა სრულიად სხვაგვარი სურათი აფხაზთა სამეფოში ან დასავლეთ საქართველოში და ამის შესახებ სხვათა შორის სპეციალურად არის დაწერილი კვლევა ალასანიას და ასევე აქვს გამოკვეთილი გიული ალასანიას, რომ აი ეს ცნობარი რაც ადასტურებს ლეონ მეორის როლს, რომ მან პოლიტიკური ერთიანობა განამტკიცა სინთეზურია წყაროებთან, ანუ ცნობარებში სინთეზურად არის ასახული წყაროებთან არის კავშირი, პარალელები, დედაქალაქის საკითხი, რომ ანაკოფიიდან ქუთაისში გადასულიყო და ეს სახელმწიფოებრივი გეოგრაფიის ცვლილებაც ამას განაპირობებს, რომ სანაპირო სამხედრო ცენტრიდან, ანუ ანაკოფიიდან, აი ნახეთ ანაკოფიის ციხე სად არის, ანაკოფიიდან გადაიტანო უცბად ქუთაისში დედაქალაქი, ხო? ესეც განმაპირობებელია იმისა, რომ დასავლეთ საქართველოს შიდა პოლიტიკური ცენტრი იყო ქუთაისი და დასავლეთ საქართველოს გადმოტანა, დედაქალაქის გადმოტანა ანაკოფიიდან ქუთაისში, ამისი პირდაპირი აღნიშნულია და ამას ზუსტად ირანული წყაროები ადასტურებს ასევე. ასევე ირანული წყაროს ნაწილში მე-9-მე-10 საუკუნეებში აფხაზეთი პირდაპირ აღწევს სამეფო ზენიტს და შიდა კონსოლიდაცია ხდება რეალურად, ანუ შიდა აღიარება, ელიტები და ერისთავები იკვრებიან და აღიარებენ მეფეს და აღმოსავლეთისკენ ინტერესი უფრო და უფრო იკვეთება. ქართლისთვის კონკურენცია, რადგანაც სწორედ ეს ხაზი არის ბაგრატ მესამესთან დაკავშირებული, იკვეთება და შესაბამისად იდეა, რომ სტანდარტული ნარატივით მაგალითად ესენი გაერთიანებულიყვნენ, ძალიან მარტივი და ხელშესახები ხდება. გარდა ამისა, 1800 წლიდან აფხაზთა სამეფო, როგორც ერთ-ერთი გაერთიანების ბირთვი, მთლიანად ხდება ტიტულატურაში ჩაწერილი. ბაგრატ მესამე, მეფე აფხაზთა პირველი არის ეს ნახსენები, მეფე აფხაზთა რანთა ქართველთა კახთა. და მერე ემატება უკვე ამას სხვადასხვა. ანუ ეს არის პოლიტიკური მემკვიდრეობის ნაწილი. მთავარი პრობლემა, რაზეც ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ, ეს ისტორიოგრაფიული ნაღმი, რომელიც არის, ეს არის როდის და
როგორ გადაინაცვლა საეკლესიო ორიენტაცია, ანუ ეკლესია როგორ გადავიდა აფხაზთა სამეფოს ნაწილში ამ შემთხვევაში ქართული საეკლესიო ცენტრისკენ, ანუ აფხაზური ეკლესია როგორ გადადის იქეთ. ზოგიერთ ნარატიულ წყაროებში ხაზგასმულია, რომ მე-10 საუკუნის დასაწყისში დასავლეთ ეკლესიური სივრცე თანდათან კონსტანტინოპოლისას სცილდება და პირდაპირ ეს ყველაფერი ბუნდოვნად, მაგრამ მაინც ავითარებს და აძლიერებს ქართული ეკლესიური კულტურულ კომპონენტებს. ეს ყველა თითქმის ქართულენოვან ნათარგმნაშრომებშიც არის გამოკვეთილი, მაგრამ უნდა გამოიკვეთოს, რომ ჩვენ აქ ავტოკეფალიის ხაზი კი არ გვაქვს მაინც და მაინც რაღაც ავტოკეფალიას მოიპოვებს. არა, ეს არის კონკრეტული დოკუმენტი, რომ ეს აფხაზეთის ეკლესიის გადასვლა ქართულ ეკლესიაში, ეს არის გრძელვადიანი ტრანსფორმაცია, ლიტურგიკული კანცელარია, სამეფო სასულიერო პირების განათლების ნაწილი, მონასტრული ქსელი, ესენი ნელ-ნელა გადადის და შესაბამისად უნდა გამოიკვეთოს. ეხლა მოკლედ რომ შევაჯამოთ ამ შემთხვევაში და კიდევ ერთი დეტალია დააკვირდით, აფხაზთა საერისთავო და ცხუმის საერისთავო. მოდი აი ეს ორი მნიშვნელოვანი წყარო წავიკითხოთ. თიკა, აბა გისმენ? ლეონ პირველის გარდაცვალების შემდეგ გამხდა ლეონ მეორე აფხაზთა ერისთავი, მას უნებებია თავისი ვრცელი სამეფოსთვის ეწოდებინა აფხაზეთი. ესე იგი, იქამდე ლეონ მეორემდე აფხაზეთი ერქვა ბზივისწყლის იქითა ტერიტორიას დაახლოებით ანაკოფიიდან, ვიდრე მდინარე ყუბანამდე. აფხაზთა ერისთავის ლეონ მეორის გამეფების შემდეგ აფხაზეთი ეწოდა ვრცელ ქვეყანას ლიხის მთიდან ყუბანამდე. აფხაზთა ერისთავი ლეონ მეორე ქართლის მეფეთა მემკვიდრის გურანდუხტის ვაჟი იყო. გურანდუხტს კი ეკუთვნოდა ეგრისი, არგვეთი, სვანეთი, თაკვერი და გურია. საერთოდ ქართული მატიანების ცნობით, როგორც ითქვა, ის ვითარება იყო მდინარე ეგრის წყლამდე, შემდეგ კი მდინარე კლისვრამდე განფენილი იყო ქართლის სამეფო. მდინარე კლისურის, ანუ კელასურის იქით მარჯვნივ კი საბერძნეთის ან ბიზანტიის იმპერიის მიწა წყალი იყო. ეხლა დააკვირდით, კელასური, ხო? მდინარე ეგრის წყლამდეო განფენილი იყო ქართლის სამეფო, ანუ ეგრის წყლამდე და კელასურის იქეთ იყო საბერძნეთი. ეგრის წყალი არის იგივე ამ შემთხვევაში, ნახეთ სად? აი ეგრის წყალი. სად არის ანაკოფია? აი ანაკოფია. ეს წყაროებში ვიწერი, ანუ რეალურად ანაკოფია ბზიფის წყლიდან ეგრის წყლამდე არის დასავლეთ საქართველო. ამ წყაროს მიხედვით, ხო, რაც აქ არის მოცემული. ანუ აფხაზთა სამეფო და ეს პოლიტიკური ფორმაცია ფაქტობრივად იკვეთება და აფხაზეთი პირდაპირ წყაროსთი დასტურდება, რომ ნიშნავს დასავლეთ საქართველოს მაშინდელ საუკუნეებში. ამის ნათელი მაგალითია ანაკოფია. ანაკოფია შემდეგ ქუთაისში გადადის და თანამედროვე აფხაზეთის ეს პოლიტიკურად სადავო სტატუსის ტერიტორია, რომ ის არის აფხაზეთი და იქ აფხაზებიც არის ტყუილი. ეს სხვა რამეა ამ შემთხვევაში. ნახეთ აფხაზთა საერისთავო და ცხუმის საერისთავო. ამიტომ ეს დეტალები, ნახეთ, სულ სხვანაირად არის გამოსაკვეთი. ეს ზოგადად ბიზანტიური და სომხური თარგია, აი აფხაზთა საერისთავოს რომ უწოდებდნენ ამ შემთხვევაში, მაგრამ ჩვენ რომ ეს აკადემიურად წყაროებით დასტურდება, რომ გვეკუთვნის, ხო, ამაზე ძალიან ბევრი ის არის დამადასტურებელი ნიშანი. ქართულ ისტორიოგრაფიულ სახელმწიფოებრივ ფორმაციებში ჩართული არის ეგრისი ლაზიკა, შემდეგ ეგრის ლაზიკას ჰქვია აფხაზთა სამეფო, შემდეგ უკვე ერთიანი საქართველოს სამეფო. ამიტომ ეს ნაწილი, რომ თანამედროვე პოლიტიკური სტატუსი რაღაცები კითხვის ნიშნის ქვას დააყენონ, არის ყველანაირი ტყუილი, არაფერს არ ეყრდნობა, რასაკვირველია. მთელი პოლიტიკური ერთეული ეკლესიური კუთვნილება
ეს ადგილობრივი ერისთავების მმართველობით არის და იყო ამ ნაწილში. აფხაზეთის ისტორიულ სივრცეში გარდა ამისა, ეგეც რო გამოყვეთოთ, ცხოვრობდა ვინ? მრავალეთნიკური და მრავალენოვანი მოსახლეობა. აფხაზთა სამეფო კი იყო პოლიტიკური სახელმწიფო, მაგრამ მოსახლეობა ეთნიკურ ჯგუფამდე, რომ აი ესენი არიან აფხაზები და აი ნახე რამდენი ადამიანი ცხოვრობს, არის ვერ დაიყვანება ეთნიკურ ჯგუფამდე. ის არის მაინც საქართველოს ნაწილი, პოლიტიკურად საქართველოს ნაწილია. ანუ ეს პოლიტიკურ ტერიტორიული ნაწილი ზოგიერთ კონტექსტში მოიცავს დასავლეთ საქართველოს თან ამ ყველაფერს რომ დავამატოთ, ამიტომ აფხაზთა მეფე ყოველთვის არ ნიშნავს ეთნიკურად აფხაზთა მეფეს და ის ძირითადად არის დასავლეთ საქართველოს მმართველი. კარგით. ეხლა რაც შეეხება უკვე როგორ მივედით ჩვენ კლარჯეთის დაყოფამდე, ну დაარსებას წავკითხეთ, მაგრამ მოდი ეხლა ამასაც გავეცნოთ, აი ეს ძალიან საინტერესო წყაროა, 813 წლიდან რა როგორ ვითარდება და მოდი ბარემ წავკითხოთ ეს დანიელ გისმენ აბა. 813 წელს იბერიის უკანასკნელი ერისმთავარი აშოტ პირველი ბაგრატიონთა დინასტიიდან დასახლდა მის საგვარეულო კლარჯეთის საერისთავოში, სადაც მან აღადგინა არტანუჯის ციხესიმაგრე, თქმულებით აშენებული იბერიის მეფე ვახტანგ პირველის მიერ მე-5 საუკუნეში და მიიღო ბიზანტიის მფარველობა, როგორც საყოველთაოდ აღიარებული უმაღლესი ერისმთავარი და კურაპალატი იბერიის. აქედან აშოტი ბრძოლობდა არაბების წინააღმდეგ, მუდმივად გამაერთიანებელი არაბების მფარველობაში მყოფი მიწებისა. დიახ. განაგრძი აბა თიკა. ესე იგი, აშოტ პირველმა ხელი შეუწყო ქართველთა გადასახლებას ამ მიწებზე და მფარველობდა გამოჩენილი ქართველი საეკლესიო მოღვაწის გრიგოლ ხანძთელის მიერ ინიცირებულ სამონასტრო ცხოვრებას. დიდი ხნის განმავლობაში რეგიონი გახდა კულტურის სახლით საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური ცენტრი. შედეგად იბერიის პოლიტიკური და რელიგიური ცენტრი ფაქტობრივად განიქცა ცენტრალური იბერიიდან სამხრეთ-დასავლეთით ტაო-კლარჯეთში. საერისთავრის გეოგრაფიული მდგომარეობა განლაგებული აღმოსავლეთის და დასავლეთის დიდ იმპერიებს შორის და ის ფაქტი, რომ აბრეშუმის დიდი გზის ერთი ტოტი გადიოდა მის ტერიტორიას, ნიშნავდა, რომ ის იყო დაქვემდებარებული მრავალმხრივი გავლენის მუდმივ ნაკადს. რამდენადაც ადგილობრივი არაბი ამირები კავკასიაში სულ უფრო დამოუკიდებლები ხდებოდნენ, ხალიფატმა აშოტი იბერიის ერისმთავრად აღიარა, რადგან წინააღმდეგობა გაეწია მეამბოხე თბილისის ამირე ისმაილ იბნ შუაბისთვის 818 წელს. თბილისის ამირე მხარდაჭერას დაპირდა აშოტის მტერს კახეთის უფლისწულ გრიგოლს და წანარიცის ქართველ მაღალმთიან ტომებს. აშოტმა კავშირი შეკრა აფხაზთა მეფე თეოდოს მეორესთან და შეხვდა ამირას ქსანზე, გაიმარჯვა და გააძევა კახელები ცენტრალური იბერიიდან, მაგრამ როდესაც არმენიის მმართველი ხალიდ იბნ იაზიდ შაიბანმა აღადგინა კონტროლი აღმოსავლეთ საქართველოზე, აშოტი ძლიერი ზეწოლის ქვეშ ყოფი აიძულა უკან ტაო-კლარჯეთში დაბრუნებულიყო. დიახ. ეხლა ნახეთ აშოტ დიდმა თავისი სამეფო სამთავროები როგორ დაყო სამ შვილზე, უფროსი ძე უხუცესი ადარნესე პირველი, რომელიც მემკვიდრეობით ადარნესე მეორე ხო მიიღებს საბოლოო ჯამში ხას. ადარნესე პირველი ერისთავი მართავდა დედაქალაქს. ხო? ანუ რას? აი ამ ნაწილს კლარჯეთის. შემდგომ შუათანა ბაგრატ პირველი მართავდა კოლას მხარეს ტაოს დიდ ნაწილს ანატოლიის სიღრმეში გადაჭიმულს, რომელიც საბოლოო ჯამში აღმოჩნდა აშოტის დომენის სტრატეგიული ბირთვი. ანუ რომელი ნაწილია ეს? აი ეს. აქეცა. და მესამე ნაწილი არის უკვე ეს. ანუ რეალურად ამ სამ ნაწილში გადანაწილებული
სამეფო გუარამს, რომელიც უკვე ბოლოს ერგო სამცხე ჯავახეთი, თრიალეთი ფლობდა მამფალი ჩვენ უკვე ვთქვით ვინც არის, არამეფური ტიტული, აი აქ წერია მამფალი და ეს შეგიძლიათ ნახოთ, მთავარი მამფალი სენიორი პატრონი. ამ შემთხვევაში არის უშუალოდ მართველი იმ შიდა ნაწილისა, რომელიც ქართლთან ყველაზე ახლოს არის. და დააკვირდით ახლა ტერიტორიებს. ეგრისი აფხაზეთი და სადამდეა აი ეს არის მამფალის ნაწილი. კლარჯეთში. კახეთი, ჰერეთი, აქ არის დიდოეთი, დურძუკეთი, ალანია, ესენი ყველა და ემირატეს თიფლის, ანუ ტიფლისის საამირო. ეხლა მინ არის ზოგადად ამირა, მაგრამ სანამ ამირაზე გადავალ, ეს გაერთიანების სტრუქტურა მინდა ძალიან კარგად გაიგოთ და დეტალურად ამიტომ გიხსნით, თორე ამდენ ვისაუბრებდი, სხვა გავრცელების შეიძლება უფრო შევამციროთ მერე. კლარჯეთი ზოგადად აი კრიტიკული ისტორიული ხედვით უნდა განვიხილო აუცილებლად, რომ ერთ-ერთ ნაწილში თქვენ ნახავთ, რომ 898-შიო ადარნასე მეორემ აღადგინა ქართული სამეფო. მაგრამ თანამედროვე დისერტაციული კვლევები აქ პირდაპირ ესეთ შენიშვნას მნიშვნელოვან ანალიზს აკეთებს, რომ ქართლის ცხოვრების ქრონიკაში აი დადასტურებით არ ჩანს 898 წელს ნამდვილად იყო თუ არა სამეფოს აღდგენის იურიდიულ პოლიტიკური მტკიცებულების აქტი ნამდვილად. ანუ უფრო ფრთხილი ახსნა არის ის, რომ ადარნასემ უბრალოდ აამაღლა ასე ვთქვათ, გაადიდა და გაიდიდა თავისი ტიტული, ქართველთა მეფის ტიტული მიიღოვო და უარი თქვაო კურაპალატობაზე. ამით თითქოს სამეფოს აღდგენა იყო ამ შემთხვევაში, რათა საკუთარი პირველობისთვის გაესვა ხაზი, რომ კლარჯეთი არის ქართველთა სამეფოს ტიტული და აი ამ პირობებში კლარჯეთი, რომელიც ამ შემთხვევაში დაქსაქსული იყო ბაგრატიონთა სხვადასხვა შტოზე, ადარნასე მეორემ ხაზი გაუსვა, რომ მე ვარ ქართველთა მეფე. ხო? შესაბამისად, ამით რაღაცა ოქროს ფრაზის ნაწილში რომ მივიღოთ ტრადიციული თარიღი ავტომატური აღდგენისა, რომ ქართველთა მეფის ტიტული აღდგა 898, ეს შესაძლოა იყოს უბრალოდ ტიტულატურული პოლიტიკური სტრატეგია, რომ აი ამ წლიდან უკვე ქართველთა მეფე ვარ მე და შესაბამისად ლეგიტიმაციაც მაქვს გარკვეულწილად მე. ეს არის ჩვეულებრივი შუასაუკუნეობრივი ხედვა და შესაბამისად აქ უნდა გამოიკვეთოს აუცილებლად მერე დედაქალაქის გადმოტანა ქუთაისში, რაც გარკვეულწილად ერთვის ამას და ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ბაგრატ მესამის როლი შემდგომ საუკუნეებში რამდენად დიდ ფუნქციას იძენს, რომ იგი მემკვიდრეობით ხაზიდან არა მარტო კლარჯეთის მემკვიდრეა, აფხაზეთის მემკვიდრეც არის და ქართლის მემკვიდრეც არის ამ შემთხვევაში. ეს დეცენტრალიზაცია, რომელიც ახლა განვიხილეთ, დაშლა, ფრაგმენტაცია, რომელიც სამ ნაწილად იყო ასე ვთქვათ, გადანაწილებული სამ შვილზე და ბოლო ეტაპი მერე კლარჯეთის ავტონომიის დასრულება და ერთიანი სამეფოს შიგნით შექმნა, ხო? და ბაგრატ მესამის როლი არის უმნიშვნელოვანესი საკითხი და ბაგრატ მესამე ფაქტობრივად ხდება ერთიანი საქართველოს ერთადერთი მემკვიდრე და მოდი ახლა ნახოთ ბაგრატ მესამე ვინ იყო. ბაგრატ მესამე მამის ხაზით იყო მემკვიდრე ქართველთა მეფის მქონე ტიტულისა, გურგენ მეფისა, ანუ მას ჰქონდა პირდაპირ ქართლის სამეფოს მემკვიდრეობით ხაზი. ბაგრატ მესამე ასევე იყო შვილობილი ტაოს მეფე დავით მესამე კურაპალატისა და დედის ხაზით იყო დიშვილი და მემკვიდრე უშვილო აფხაზთა მეფე თეოდოსისა. შესაბამისად, აქ უნდა გამოვკვეთოთ ერთი რამ, რომ ბაგრატ მესამემ შექმნა პრეცედენტული ხასიათი სახე იმისა,
რომ ერთმა ადამიანმა 3 რეგიონის მემკვიდრეობა საკუთარ თავში გააერთიანა. ეხლა საიდან მოვიდა ბაგრატ მესამე აი ამ დეტალზე რომ გავყვეთ და მივიდეთ კონკრეტულად ჯერ აფხაზთა სამეფოსთან. მე თქვენ წეგან გესაუბრებოდით ლეონ მეორეზე, რომელიც ლეონ დევის დინასტიის წარმომადგენელია 767-დან. და მე ნახეთ სად მივდივართ ბაგრატ მეორესთან მივდივართ, რომელიც არის აფხაზთა მეფის ასე ვთქვათ მემკვიდრე. კერძოდ ვისი თეოდოსიუს მესამის მემკვიდრე არის ბაგრატ მეორე აფხაზთა მეფე, რომელიც საქართველოს ტახტზე ავიდა ბაგრატ მესამედ. აი ამას უნდა მიაქციოთ ყურადღება. თეოდოსი იყო ბაგრატ მეორის ბაბუა, უსინათლო იყო, მას შვილი არ ჰყავდა. ამიტომ მემკვიდრეობითი ხაზი გადავიდა ბაგრატ მეორეზე. და შესაბამისად ჩვენ ეს მემკვიდრეობა ასე მივიღეთ. რაც შეეხება მამის ხაზს, თქვით უკვე რომ მამამისი ქართლის მეფე იყო. და დავით მესამე კურაპალატმა ამ შემთხვევაში იშვილა, შვილობილი იყო დავით მესამე კურაპალატისა და შესაბამისად ასე მივიღეთ ეს ხაზი. კარგით, ეხლა წავიკითხოთ კიდევ ერთი დეტალი, ვინ იყო ლეონ მეორე აფხაზთა მეფეს ჭრილში და რა როლი აქვს ქართლის სამეფოსთან მას. გისმენ მარიამ? ლეონ მეორე აფხაზთა სამეფოს პირველი მეფე, ლეონ პირველის ძმისწული. დაახლოებით 753 წლიდან იყო აფხაზეთის მემკვიდრეობითი ერისთავი და ითვლებოდა ბიზანტიის იმპერატორის ვასალად. მერვე საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში ისარგებლა ბიზანტიის იმპერიის დასუსტებით. დაიხმარა ხაზართა ხაკანი, აუჯანყდა იმპერატორს და თავი მეფედ გამოაცხადა. ახალმა სამეფომ, რომელიც დასავლეთ საქართველოს მოიცავდა, სამეფო დინასტიის მიხედვით აფხაზთა სამეფოს სახელწოდება მიიღო. ლეონ მეორემ სამეფოს დედაქალაქად ქუთაისი გამოაცხადა. ლეონ მეორის დროიდან მტკიცე საფუძველი ჩაეყარა დასავლეთ საქართველოს ეკლესიაში აღმოსავლეთ საეკლესიო ტრადიციების დამკვიდრებას. კი ბატონო. ეხლა კიდე ერთი არის, აქ არის არაბთა მართლობაც რომ განვიხილოთ და არაბული მართლობის კონტექსტში შევაჯამოთ ეხლა ჩვენი მთელი ეს საუბარი. ნახეთ, აქ არის ლუარსაბ მეორე და არჩილ სტეფანოზის ძე. წმინდა მოწამე არჩილი იყო ქართლის სამეფოს დინასტიის ფარნავაზიან ხოსროიანთა შთამომავალი, ძე სტეფანოზ ერისთავრისა, უმცროსი ძმა ერისთავარ მირისა და შესაბამისად ატენის სიონის ფრესკულ წარწერაში სტეფანოზის მოხსენება როგორც ქართველთა და მეგრელთა ერისთავი უფლისა უჩვენებს, რომ სტეფანოზის ხელქვეითი ამ დროს ქართლისა და დასავლეთ საქართველოს ნაწილი იყო გაერთიანებული. ანუ რეალურად სტეფანოზის ამ შემთხვევაში მართლობითი ჭრილი ვრცელდება დასავლეთ და ქართლის სამეფოზე. ამ პოლიტიკური ვითარების ანარეკლია ისიც, რომ მურვანყრუსგან განრიდებული მირი და არჩილი დიდი ამალით ეგრისში და შემდეგ აფხაზეთში გადადიან. თქვენ იცით არაბული ასე ვთქვათ, არაბთა ლაშქრობა საქართველოში რაც არის მაქედან, რომ მურვანყრუ შემოდის 735 წელს საქართველოში და არაბული მართლობა ფაქტობრივად მთლიანად იცდება საქართველოში და ქართლის ერისთავარი, რომელიც იყო სტეფანოზი, მისი ორი შვილით გარბის დასავლეთში მურვანყრუ დაედევნება და მირი და არჩილი ანაკოფიის ციხეში იქნებიან მიმწყვდეულნი და მურვანყრუ ალყის დროს დაიჭრება ამ ორი ძმიდან ერთ-ერთი სასიკვდილო და ნახეთ ახლა დასავლეთში გადასული ერისთავარი მირი და მისი ძმა არჩილი აფხაზთა ერისთავ ლეონთან ერთად, აი ეს ლეონია სწორედ რომელიც წაიკითხეთ, ანაკოფიის ციხეში გამაგრდნენ, არაბები დადევნებიან მირსა და არჩილს და გზადაგზა დაუნგრევიათ ყოველნი ქალაქნი და სიმაგრენი ეგრისის ქვეყნისანი და ეს არის მურვანყრუს ლაშქრობის პერიოდი, შეგახსენებთ 735-737 და ამ გადამწყვეტი ბრძოლის დროს მირი დაიჭრა სასიკვდილოდ
და შემდგომ გარკვეული დეტალებია აქ, რომელიც აღარ გვინდა ამ შემთხვევაში და სიკვდილის წინ მირმა, რომელსაც ვაჟი მემკვიდრე არ ჰყავდა, არჩილს უანდერძა სამეფოს ნახევარი, რომლის შემადგენლობაში შედიოდა ეგრისი, სვანეთი, თაყვერი, არგვეთი და გური, ანუ მთელი დასავლეთ საქართველო. მეორე ნახევარი ანდერძის თანახმად უნდა განაწილებულიყო 7 ასულს შორის, რომლებიც უნდა მიეთხოვებინათ 7 ერისთავზე. და ეს სურვილი ანდერძი, რაც დაწერა არჩილმა, მირის ძმამ, შეასრულა და დააქორწინა ერისთავებზე და მემკვიდრის უფლებით მისცემათ მამულები, კახეთის მიწები დაურიგა თავის ყმა აზნაურებს. ანუ არჩილი დასავლეთის მეფე გახადა, აღმოსავლეთში მირმა 7 ასული ქალიშვილი ვინც ყავდა ერისთავებს მიწა დაურიგა. ანუ ქართლიც მისია. ეს არის ერთ-ერთი ლეგიტიმურობის ხაზი, კიდევ ერთი დეტალი, რაც უნდა გამოიკვეთოს. ლეონტი მროველის მონათხრობით არჩილის მეფობის დროს კვლავ შემოიჭრნენ არაბები და ეს შემოჭრა უკვე ეხება ასევე ბუღათურქის შემოჭრას. 853 წელს ბუღათურქიც შემოდის საქართველოში და რატომ შემოდიოდნენ არაბები საქართველოში? ორი მიზანი ჰქონდათ. ერთი მიზანი იყო, რომ თბილისის საამირო, რომელიც ამ შემთხვევაში ხშირად ქართველთა პოლიტიკური ხაზის გავლენის ქვეშ ექცეოდა ხოლმე, გამოეცოცხლებინა არაბული პოლიტიკის ქვეშ ისევ და მეორე ხაზარების წინააღმდეგ შემოდიოდნენ ხოლმე, რომელიც ჩილოკავკასიელები იყვნენ. ბუღათურქიც, მურმანყრუც და აბულ-კასიმიც 914 წელს შემოდის უკვე აბულ-კასიმი დიდი ჯარით, ამ მიზნით შემოდიან. მაგრამ ერთი რამ კიდევ ცალსახადა ფაქტია, რომ მათი შემოსვლა საქართველოში მიუთითებს იმაზე, რომ არაბთა სახალიფო არის დაუძლურებული და უბრალოდ პერიფერიული ზონების დამორჩილება და არაბული პოლიტიკის გატარება ვეღარ ხერხდება. ამიტომ თბილისის საამირო კი დიდი ხანი იყო არაბთა ხელში, მაგრამ თბილისელი ამირები ურჩობდნენ ხშირად. და ამისი დასტური არის ერთ-ერთი საინტერესო დეტალი. წაიკითხეთ ახლა ბუღათურქის შემოსვლა საქართველოში რა ხდება და რა წერია. ბუღათურქის მიერ თბილისის აღება და ისჰაკ იბნ ისმაილის სიკვდილით დასჯა. ვინ არის ისჰაკ იბნ ისმაილი? აი ვინ არის? 853 წლის აგვისტოს თბილისის სანახებს მოუახლოვდა აბასიანთა სახალიფოს ლაშქარი, ხალიფა მუთავაქილის თურქული გვარდიის სარდლის ბუღა უფროსის იმავე ბუღათურქის მეთაურობით სამიზნე იყო თბილისის ამირა ისჰაკ იბნ ისმაილი, რომელსაც ქართველები სააკ ისმაილის ძეს უხმობდნენ. ანუ ქართველები სხვა სახელს ეძახდნენ. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ არაბი ამირა ქართველებთან ერთად თანამშრომლობდა და არაბულ ინტერესებს აღარ ატარებდა და ამიტომ ისინი აგზავნიდნენ სხვა სარდლებს თბილისელი ამირების დასასჯელად და ასეთი ბევრი იყო ამ შემთხვევაში. ამრიგად ბაგრატ მესამის როლი აფხაზთა სამეფოდან გავარკვიეთ, მემკვიდრეობითი ხაზი ქართლის სამეფოდან გავარკვიეთ და დაგვრჩა ახლა დავით მესამე კურაპალატის ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი, რომელიც იყო ადარნესე მესამის ძე, ადარნესე მეორის შემდეგ ადარნესე მესამე ავიდა და ადარნესე მესამის შემდეგ დავით მესამე კურაპალატი მოვიდა, რომელიც გარდაიცვალა ადარნესი 1001 წელს ზოგიერთ წყაროში და ეს სრულად ერთმნიშვნელოვანია, ანუ რაღაცა ისეთი საერთო ის არ აქვს ამ შემთხვევაში, მაგრამ კურაპალატი ჰქონდა მას ტიტული ბიზანტიური საპატიო სასახლის ტიტული, რომელიც დავითს მიენიჭა ჯერ კიდევ 978 წლიდან და შესაბამისად დავით მესამე მნიშვნელოვანი ფიგურად იქცევა და რატომ იქცევა? მე-10 საუკუნის საქართველოში მან გაერთიანების მექანიზმი შექმნა და შესაბამისად მას ჰქონდა და ჰყავდა საკუთარი არმია, ძლიერი არმია, რესურსი, ბიზანტიასთან ჰქონდა პირდაპირი კავშირი, ბერკეტები, ტიტულატურა, მოკავშირეობა, მიწების დროებითი მმართველობა და რაც ყველაზე მთავარია, ბაგრატ მესამე შვილად აიყვანა.
და ამით მიიღო ბაგრატ მესამე მემკვიდრეობითი ხაზი. ფაქტობრივად ბაგრატი იყო იცი პროექტის მემკვიდრე იყო რა, ანუ მას უნდოდა, რატო უნდოდა თქვენი აზრით მაინც და მაინც კლარჯეთს გაერთიანება საქართველოსი? მართლა იმის გამო მხოლოდ რომ ეხა კლარჯეთი გამხდარიყო ერთიანი საქართველოს ქართლის სამეფოს პროექტი და ის ყოფილიყო სული ბიზანტიური ტიტული რომ ქონდა კურაპალატი, ეს რას ნიშნავს? რომ ბიზანტიისგან იყო პროვოცირებული, რომ საქართველო გაერთიანებულიყო. და სასაცილო იცით რა არის? საქართველო რო გაერთიანდა, მერე ბიზანტიელები გადავაგდეთ ჩვენ. და ბიზანტიას ეს აღარ მოეწონა, თავისი ინტერესები რო ვეღარ გაატარა გიორგი პირველთან მაგალითად, ერთიან საქართველოს მეფესთან. ეს არის მეორე მეფე უკვე. როგორც კი ბაგრატი გარდაიცვალა, 1014-დან 1027 წლამდე გიორგი პირველი იყო მეფე და ჩვენ შირიმის ბრძოლაში ბასილ მეორე გვებრძვის და წავაგეთ. ანუ ზუსტად 10 წელიწადში ბიზანტიური მხარდაჭერით საქართველოს გავაერთიანეთ. ამისი მოტივი იყო არაბული სახელმწიფოს დასუსტება ქართლში. ეს გამოგვივიდა მერე უკვე და გამოვიდა დავითს რომ საერთოდ თბილისი ავიღეთ. მეორე სასაცილო ფაქტი ის იყო რომ როგორც კი გავაერთიანეთ, ბაგრატ მესამემ კახეთიც დაალაშქრა მათ შორის და გიორგი პირველმა ბასილ მეორესთან ბრძოლა გამართა და კლარჯეთს ეთქვა რომ ეს ტერიტორია ჩემია და შენი ინტერესები აქ აღარ ტარდება. შირიმის ბრძოლაში მიუხედავად იმისა რომ დამარცხდით და მე ბაგრატ მეოთხესაც დიდი ამბები გადასწყვეტა და ამებს უკვე ვისწავლით, მაგ დეტალებზე უკვე გადავალთ ამ შემთხვევაში. ამიტომ აი ძალიან საინტერესო ის არის, რაც უნდა გაიაზროთ. აი ეს არის არტანუჯის ციხე, ნახეთ როგორ გამოიყურება დღევანდელი ეს ვახტანგ გურგასალმა ააგო ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე ართვინის რეგიონში მდებარეობს. და თქვენ რომ აგიტვირთავთ წიგნზე ტაო-კლარჯეთის მეფეთა გენეალოგიას ნახავთ მთლიანად და ამით უფრო ცალსახად მიხვდებით სად ვინ რა როგორ იყო და როგორ მმართველობაში იყო. აქ წყაროებიც არის და აქ არის უკვე ის პროექტი რომელიც განხორციელდა ამ შემთხვევაში ქართლის აფხაზეთისა და ტაო-კლარჯეთის სამეფოს გაერთიანება. აი აქ არის გამოსახული ქტიტორი დავით მაგისტროსი ღვთისმშობლისა და ყრმაესოს გამოსახულების ქვეშ დავითი, რომელმაც მაგისტროსის ტიტულიც მიიღო, უფრო მაღალი წოდებაა სხვათა შორის კურაპალატზე და იგი იყო გამაერთიანებელი ამ პროექტის სულისჩამდგმელი როგორც ასეთი. აქვე გამოიკვეთება კიდე ერთი დეტალი, ახლა წყარო მინდა მოვძებნო უშუალოდ კლარჯეთის ქართლის გაერთიანებაზე თუ არის აქ. ნახეთ, როგორც კი ერთიანი საქართველოს იდეის პროექტი განხორციელდა და ბაგრატ მესამე მეფე დაიყვანეს 1001 წელსო ბიზანტიის ერთგული მოკავშირე იყო და დამსახურებისთვის მაგისტროსის ტიტულიც ჰქონდა მიღებული. ანუ ეს იმდენად ახლო ადამიანი იყო ბიზანტიისთვის, რომ სწორედ მას ანდეს ქართლის გაერთიანების პროცესი, როგორც ასეთი. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თანამდებობა და აი დააკვირდით აშოტიდან მოყოლებული ადარნესე ბაგრატი გუარა მამფალი შეწყვეტილი შტო დავით პირველი, მერე ადარნესე მეორე, რომელმაც ქართველთა მეფის ტიტული მიიღო. მერე აქ არის დავით მეორე, ბაგრატ მეორე, აშოტ მეოთხე, სუმბატ პირველი, სუმბატიდან წავიდა ბაგრატ მესამის ხაზი და გურგენი ქართველთა მეფის ქართლის მეფე რო ხდება, იქედან დედის მემკვიდრეობა ქართლზე აქვთ. ადარნესე მესამე, დავით მესამე დიდის შვილობილი იყო ბაგრატ მესამეთან და აფხაზეთის მეფის ხაზი წელან გავარჩიეთ ამ შემთხვევაში კიდევ. წარმომავლობაზე ვისაუბრეთ, კულტურულ გაერთიანებაზე ვისაუბრეთ და აგერ ნახეთ ახლა ეს არის აფხაზთა მეფის გენეალოგია. ლეონ მეორიდან მოყოლებული როგორ მოვედით ჩვენ გურანდუხტზე. გურანდუხტი იყო ქართლის მეფის გვარამის მეუღლე, ბაგრატ მესამის დედა, აფხაზთა მეფის თეოდოსი მესამის და შესაბამისად
აი ესეთი ხაზით ჩვენ მივიღეთ სამმაგი მემკვიდრეობა ბაგრატში. ეს არის მეგობრებო პრეცედენტული შემთხვევა. თითქოს ეს შემთხვევით მოხდაო თუ ან ეს პიროვნება დაიბადა და პიროვნება გახდა ისეთი, რომელმაც პრაქტიკულად საკუთარ თავში 3 რეგიონი გააერთიანა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რასაც უნდა მიაქციოთ თქვენ ყურადღება. აქ ჰერეთის სამეფოზე არის და ნახავთ ამ დეტალებს, რამე არ გამოვრჩეს უჯარმაზე, აბულკასიმის შემოსვლაზე თქვი უჯარმად, რომ ასე ვთქვათ, აიღო აბულკასიმმა, დაარბია, დააკნინა, დაიწყო ქალაქი, ქალაქის დაკნინება დაიწყო და ნუ წანარებზე უკვე ვისაუბრეთ. კარგით, მე მგონი გასაგებია. კითხვები თუ გაქვთ რამე ამ ნაწილში? მაშინ აქ დავასრულოთ. ესე იგი, აქ დიდი ყურადღება მიაქციეთ ბიზანტია საქართველოს